კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბე 10 საათზე, ახალ ამბებს თამარ ფიროსმანიშვილი გაგაცნობთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში წარადგინეს დოკუმენტის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესაც მოусმინეს თამარ ჩუგოშვილმა დადებით მხარეებთან ერთად საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ხარვეზებსაც გაუსვა ხაზი. განცხადებები გააკეთეს ასამბლეის სხვა წევრებმაც. Presidential elections in Georgia have been remarkable in number of ways. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე ნიშნით იყო გამორჩეული. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ არჩევნებით აირჩია. რადგან საქართველოს დაასრულა საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად. ეს არჩევნები ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ საქართველოს აირჩია პირველი ქალი პრეზიდენტი, რაც უპრეცედენტოა მთელი რეგიონისთვის. პირველი ქალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა უკიდურესად კონკურენტულ პოლიტიკურ ბოლაში არჩევნების მეორე ტურის შედეგად, რომელიც ჩემს ქვეყანაში პირველად გაიმართა. არჩევნების პოზიტიური შედეგების მიუხედავად, რამდენიმე გაკვეთილი ვისწავლეთ და სამწუხარო დინამიკის თვითმხილველები გავხდით. სამწუხაროდ ეს კამპანია სავსე იყო სიძულვილითა და დაშინებით ქალი კანდიდატის, ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ. მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია. თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და ორივე მხარეს კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა პროცესი შელახა. ჩვენმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებული კოორდინატორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ და ეხმარებოდნენ ამომრჩევლებს. ინიშნავდნენ თუ ვინ მისცა ხმა. ისევე როგორც წინა არჩევნების დროს ჩვენ გვაცნობეს ძალადობრივი ინციდენტების, საარჩევნო ღონისძიებების ხელი შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების და სამუშაო საათების დროს საარჩევნო ღონისძიებებში საჯარო მოხელეების მონაწილეობის ცალკეული შემთხვევების შესახებ. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით. ყველა ეს აქტივობა შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და წინააღმდეგობაში მოდის ევროსაბჭოს სტანდარტებთან, დემოკრატიული არჩევნების სფეროში. საქართველოში არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ძალიან ნეგატიურ კამპანიას. კერძოდ გაკეთდა განცხადებები პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის წინააღმდეგ. ეს იყო არსებითად სიძულვილის კამპანია. პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნეს ლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა და მიზანი საქართველოში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი. პირველი მიზანი, რა თქმა უნდა, გახლავთ დამატებითი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამასთან ერთად ჩვენ გვექნება შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ვიმსჯელებთ იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას. ეს განსაკუთრებით შეეხება ჩვენს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრებს გამართავს სალომე ზურაბიშვილი. მოლაპარაკებები დაგეგმილია ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსთან. ასევე საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებსაც შეხვდება. აუდიენცია დაგეგმილია ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა სტუდენტებს, რომლებიც საქართველოდან ბელგიაში არიან ჩამოსულები და სწავლობენ და დაინტერესდნენ იმ ხედვებით, რომლებიც ქალბატონ სალომეს გააჩნია საქართველოს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. სტუდენტმა გამოთქვა მასთან შეხვედრის სურვილი. თითქმის ყველა დიდი ბელგიური უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილები სტუდენტები. შეხვედრა იყო საკმაოდ პირდაპირი და უშუალო. სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება, რომ დაესვათ მათთვის შესრულებული ყველა კითხვა. საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმაგი მოქალაქეობის საკითხი იყო. სალომე ზურაბიშვილმა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს ახალი წინადადებითაც მიმართა, რაც დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტს უკავშირდება. შეხვედრისას ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობის საკითხიც განიხილეს.
რამდენიმე საინტერესო თემა წამოჭრა ქალბატონმა პრეზიდენტმა. ერთ-ერთი იყო ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, რომელიც ყველას აინტერესებს, ასევე ახალი საინტერესო იდეები იყო დიასპორის წარმომადგენლის არსებობა, ინსტიტუტის არსებობა პარლამენტში, ეს არსებობს ბევრ სხვა ქვეყანაში და საქართველოს დიასპორა საკმაოდ გაძლიერდა და გაიზარდა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების მიმართვას მათი კანდიდატურები აღარ განიხილონ მმართველი გუნდი დადებითად აფასებს. ამ მხრივ ქართული ოცნების დაპირისპირებული დეპუტატების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გედევან ფოფხაძე, რომელიც თანაგუნდელებს მოსამართლეთა სიის გამო დაუპირისპირდა, ამბობს, რომ მიმდინარე პროცესი სწორედ წინააღმდეგობრივი მუხტის შედეგია. კანდიდატების ხელახალი შერჩევა მას შემდეგ დაიწყება, რაც პარლამენტი შესაბამის კრიტერიუმებს გაწერს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეების მხრიდან აჩვენებს ჯანსაღ რეაქციას და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. რაც შეეხება სამუშაო პროცესს, როგორც უკვე განვაცხადეთ, შემუშავდება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით კრიტერიუმები და ის პროცედურა, რომლითაც სიის წარდგენა უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტში. ამ გადაწყვეტილებით ყველამ აღიარა, მათ შორის კანდიდატებმა, რომ პროცესი იყო არასწორი, ამას წერტილი დაესვა და მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ახალი არასწორი პროცესი ან უკვე რაღაცა ფორმით შეფუთული, მაგრამ მაინც არასწორ შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ დაიწყება. ეს განცხადება შედეგობრივად ბევრს არაფერს არ ცვლის, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ დაახლოებით 10 დღის წინ განაცხადა, რომ კენჭისყრაზე ეს ხალხი არ გავიდოთ ამ ეტაპზე პროცედურების გავლის გარეშე, რომელსაც ის იმუშავებს. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ჩინჩალაძე ნელ-ნელა იხევს უკან. ორი ადამიანი ემსხვერპლა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას ვარკეთილში დაღუპულები მეზობლები იყვნენ. მათი ცხედრები ბინაში ერთ-ერთის შვილმა აღმოაჩინა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, საქმე 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დამირეკეს რო ისე და ესეა და მოვედი და ახლა აგერ შევედი და ვნახე რომ ჩემი სიმამრი არის რა. გადარცვლილი და არ ვიცი ვერ გეტყვი ვერაფერს. აიგუდა CO2. ძალიან ცუდი გამათბობელი კონტაქტ ეთყობა, რომელსაც გამწოი არა აქვს და ეთყობა თან სვამდნენ, მეგობრები იყვნენ. და ღამე სვამდნენ და ალბათ მე გაითიშნენ. უხელა არ მოსულა ეს ქვედა მეზობელი მეორე სართულის მეგობრობდა ამასთან. ეს მარტო ხელა კაცი იყო და აქ იყო სავარაუდოდ და მე ტელეფონებზე რო ურეკავდნენ შვილები და არ პასუხობდა არც ერთი და არც მეორე, დაეჭვდნენ და რომ მივედით, შიგნით ისმოდა უკვე ტელეფონზე რომ ურეკავდით, შიგნიდან ისმოდა ტელეფონის ხმა და სუნი იგრძნობოდა, ნამწვის სუნი ხრედან და მე გამოიძახეს მაშველები და ესეთი ამბავი. დიდი ღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანის პროცესი სავარაუდოდ 2 დღეში დასრულდება. ქედის საფასურს დედაქალაქის მერიას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები გუშინ მოსახლეობასთან ერთად მათ საცხოვრებელ ბინებში ზარალს ითვლიდნენ. სწორედ ამის მიხედვით მომზადდება შუალედური დასკვნაც, რომელზე მუშაობაც დაახლოებით 1 კვირაში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპისთვის 13 ოჯახი არის უკვე გადასული სასტუმროებიდან საცხოვრებელ ბინებში. ჩვენი ვარაუდით 2-3 დღეში სულ ყველა დაზარალებული სასტუმროებში არიან დაბინებულები გადავლენ საცხოვრებელად ბინებში, რომლის ბინისკირის კომპენსაცია მთლიანად დაფინანსდება მერის სარეზერვო ფონდიდან. ბინისკირის ფულს დამგვება გადაგვიხდის, ვინა ვიშოვეთ, სხვას ვაპირებთ გადასვლას, ხელშეკრულება დაიდება და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. გახდა ლიბიაში ქართული მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარის დეტალების გარკვევას შესაბამისი სამსახურები ცდილობენ. უწყების წარმომადგენლის განცხადებით 23 წლის მეზღვაურს სამშობლოში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ. ლიბიაში გაუჩინარებული დავით რაზმაძე გარდაცვლილი ნავმისადგომთან იპოვეს. მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც ლიბიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ იმისათვის, რომ დადგინდეს ფაქტიური გარემოებები და მიზეზები, თუ რამ გამოიწვია ჩვენი მეზღვაურის გარდაცვალება. გარდაცვლილის გადმოსვენება მოხდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და ამის შემდეგ უკვე ჩვენი სამსახურიც და გენცლობელიც ყოფნაში ვართ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის თავს არიდებს გამოძიებას. გეგეშიძე ამბობს, რომ ჩვენების მისაცემად მზად არის. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკითხვის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ფედერაციის წარმომადგენელთა და სპორტსმენთა ნაწილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. მე უნდა დაგინახა რამე ჭირა ზოგადად თქელში, ხო? ის როგორი ხოლმე პროვოკაციები მაშინ ჩერდება. სრული პასუხისმგებლობით ვიზახი. არც ხელკეტი მქონია, არც ჯაჭვი მქონია, არც დანა მქონია და არაფერი არ მიხმარდა, არავისთვის არ ჩამილწია მით უმეტეს. ისე რომ ახლა ვიღაცას რა უნდა და ჩირქის მოწყობა უნდა თუ რა უნდა გაირკვევა, მიმდენარობს გამოძიება, ჩვენ თავს არაფერს არ ვარიდებთ, რა თქმა უნდა, დაიბარეს ბიჭები მივიდნენ, დამიბარეს მე ადვოკატთან ერთად მივალ, ჩვენმა ადვოკატმა განუცხადა რომ მოვა ბიულეტენზე ვარ და მოვალთ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეუძლებლობა დაირეკა და იცია რატო ხსენდება ინფორმაცია მე თავს ვარიდებ რამეს, რა მაქვს თავის მოსარიდებელი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისათვის, მოამბე 12-მდე გემშვიდობებად, პირველი არხის ეთერს კი თქვენი პირადი ექიმი მარი მალაზონია განაგრძობს.